იცი ვინ არის ქადაგი? ჯერ კიდევ ქრისტემდე არსებობდა ღვთისშვილთა სიტყვის გადმომცემელი. ადამიანი, რომელიც მათთან მეკავშირედ ითვლებოდა. როდესაც ჩვენ ნათელი მივიღეთ, შემდეგ ხატის ქადაგი გაჩნდა. დღემდე ამ მთაში შემორჩენილი ქადაგი. და იცი, არ არის აუცილებელი, რომ საღვთო პირი იყოს ქადაგი. ქადაგი ასევე არის ის საერო ადამიანი, რომელიც საჭირო საკითხებზე ელაპარაკება ხალხს. თუმცა ხშირად, ასე ვთქვათ, თავში უვარდებათ ხოლმე, თუ გვივარდება ხოლმე. და უფრო მეტი გონია ჩვენი თავი, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება ვიყოთ. წარმოიდგინე ახლა იერუსალიმში ვირზე მჯდომი ქრისტე, რომელიც შედის. ხალხი ეგებება პალმის რტოებს უფენს და უგებს გზაზე და ეუბნება ოსანა, დიდება შენ და როგორც ღმერთს ისე ეგებებოდნენ, რა თქმა უნდა. ხალხმა მიიღო როგორც ღმერთი. მაგრამ ახლა წარმოიდგინე ის ვირი, რომელიც შეიძლება ფიქრობდა, რომ სწორედ მას უგებდნენ პალმის რტოებს და მას მიმართავდნენ ასე. ქადაგი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც თავის მხრებზე იტვირთავს აი ამ მძიმე ჯვარს. ატაროს ღვთის სიტყვა, მართალი სიტყვა და არანაირი უფლება არ გაქვთ, რომ ადამიანზე მეტი იყო. შენ უნდა ილაპარაკო ღვთის სახელით, ან მართლის სახელით, თუმცა თავი არ უნდა წარმოიდგინო ღმერთად. წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ამბობდა, ღვთელი, რომელიც ითხოვს უპირობოდ თავის მორჩილებას, იგივე ითქმის ქადაგზეც. ღვთელი, რომელიც ითხოვს უპირობოდ თავის მორჩილებას, განერიდეთ, რამე თუ მისი პირით თავად ეშმაკი ლაპარაკობს. რადგან არ შეიძლება შენ ადამიანის მორჩილი იყო, შენ იყო ღვთის მორჩილი. ადამიანმა შეიძლება სწორი გზა გირჩიოს, მაგრამ არ უნდა დაგიმონოს. ამიტომ ქადაგებელი, რომელიც იტყვის, რომ მე ვარ ღმერთი თქვენი, ან თავს გაიგივებს, ან ადამიანზე მეტად წარმოგვიჩენს, უნდა განვერიდოთ.